რა პროდუქტებს ათავსებენ წარმოებლები, ქილებში წარწერით მაწონი, არაჟანი და ხაჭო. ეტიკეტირების ახალი წესის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ კი ნაწარმი მცენარეულ ცხიმზეა დამზადებული, მას განსხვავებულადაც უნდა ერქვას. წარმოებლების ნაწილმა ამოქმედებული რეგულაცია უკვე გაითვალისწინა, თუმცა დარღვევები ბაზარზე ისე მრავლადაა. ეს პირველი დარღვევა, რომელიც აღმოაჩინა. რა თქმა უნდა, უკაცესად დაიწყო. შესაბამისი ოქმები, ხო, როგორც არის პროცედურულად. შესაბამის ოქმებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ერთ-ერთი ქართული კომპანიის მიერ წარმოებულ ხაჭოზე შეადგენენ. დამამზადებელმა კომპანიამაც და ჰიპერმარკეტმაც, რომლის დახლებზეც ეს რძის პროდუქტი იყიდება, 1 აგვისტოს მიღებული დადგენილება დაარღვია. რძის ნაწარმის სახელი არ მიგვანიშნებს, რომ ის მცენარეული ცხიმისგან არის წარმოებული. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს რამდენიმე სავაჭრო ობიექტში ახალი რეგულაციების აღსრულების პროცესი თავად შეამოწმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ გამოვლენილი დარღვევების შემდეგ ოთარ დანელიამ კომპანიებს მეტი პასუხისმგებლობისკენ, მომხმარებლებს კი ყურადღებისკენ მოუწოდა. სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, რამოდენიმე მწარმოებელი თავის მომხმარებელზე აზროვნებს სათანადოდ, ან არასათანადოდ აღიქვეს ეს რეგლამენტი. მე მინდა ყველას მიმართო, განსაკუთრებით მოსახლეობაზე. დააკვირდნენ ეტიკეტს, არავითარ შემთხვევაში არ მოტყუდნენ. დარღვევები დღეს უცხოური წარმოების რძის პროდუქტებზეც გამოვლინდა. პროდუქტის შემადგენლობას აწერია, რომ შეიცავს რძეს თვალსაჩინოების მიხედვით, მაგრამ მის შემადგენლობაში მითითებულია, რომ შეიცავს გარკვეული პროცენტით მცენარეულ ცხიმს. ეს უკვე ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენს. ეტიკეტირების ეს სისტემა ყველა სახეობის რძის პროდუქტს ეხება. იმ შემთხვევაში, თუ ნაწარმი მცენარეულ ცხიმს შეიცავს, მის შეფუთვაზე კარაქისებრი რძის, მათრის, კეფირის ან არაჟნის მსგავსი უნდა ეწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სურსათის რეალიზატორმა კომპანიამ პროდუქტი გაყიდვიდან უნდა ამოიღოს. სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილ არასწორი ეტიკეტირების ფაქტზე რეაგირება სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად თავად ჰიპერმარკეტების ადმინისტრაციამაც მოახდინა. სასწრაფოდ ხსნით იმ პროდუქტს, უკავშირდებით მომწოდებას და გააქვს პროდუქცია დახლებიდან, რაც შეეხება შემოტანის დროს, უკვე მიმღები აკონტროლებს ახალ რეგულაციას და შესაბამისად შემოდის კომპანიაში პროდუქტი. ბავშვმა უნდა მოეხმაროს და მე მირჩევნია ძირი გადავეხადო და ვიცოდე, რომ რას ვხედულობ. ახალი რეგულაციების დანერგვის პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით გააკონტროლებს. მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში რეალიზატორი კომპანია დაჯერიმდება, თავად პროდუქტის გაყიდვა კი აიკრძალება.